თავარი არის რომ შენ ნუ დაივიწყებ რომ საქართველოში ხარ, ქართველი ხარ, ნუ დაივიწყებ რომ ხელოვნება არსებობს. აი მე ჩემ მშობლებთან სიბერის შვილი ვარ და მე და ჩემი ძმა უფრო უგებდით დედას და მამას, ეხლა უფრო ახლოს არიან მშობლები თავისი აზროვნებით, მაგრამ რაღაც კავშირები ირღვევა და მე ვფიქრობ, იმიტომ იყო ჩვენი მშობლები და მე და ჩემი ძმა უფრო ახლოს, იმიტომ რომ ხელოვნებაზე ლაპარაკობდნენ, აი სულ არ იყვნენ ისინი, პედაგოგები იყვნენ, ერთი ისტორიკოსი იყო მამა, დედა ქიმიკოსი, მაგრამ აი ხელოვნება გვაერთიანებდა. პიროსმას არა აქ ნათქვა, მე დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე. ხო, აი ეს არის უძვირფასესი სიტყვები. და დედას დაყავდით სპექტაკლებზე ხშირად რამდენად? დედას დაყავდით სპექტაკლებზე ხშირად. ძალიან ხშირად. აი პატარობიდან დავდიოდით. ახლა ჩემი ძმაც და მეც 2 წელია განსხვავება, მაგრამ მე გავხდი მსახიობი, ის ინჟინერია და მაგრამ ის ისე ყვებოდა უშანგი ჩხეიძეზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, რომელიც მე არ ავქოლდა ლალახი ხო. მისი ახალგაზრდობის სტუდენტობის ისა და მე რახან თეატრალი იყო, აბონემენტები ქონდა მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრის დედაჩემს და ბავშვების სკოლაში ვსწავლობდით, დილის სპექტაკლებზე სულ დავყავდით. ან არ დადაგები რო ქონდა საგაზაფხულო, საშემოდგომო, ან საახალწლო, აი სულ სპექტაკლებზე დავდიოდი და უდიდესი მსახიობები ვნახე მაშინ სერგო ზაქარიაძე, გიორგი შავგულიძე, ვერიკო, სესილია, რა ვიცი, ყველანი, რა ვიცი, აკაკი ხორავაც ნანახი ყავს, ასო გუძიაშვილები და ყველანი აი ეს დიდი და შემდეგ ბედმა გამიმართლა ხო ჩემმა ბედმა რომ უდიდეს მსახიობებთან ყოლდა ურთიერთობა როგორც სცენაზე, რეპეტიციაზე, სუფრაზე, ქუჩაში, მოგზაურობაში და ეს შევსება თუ გაქვთ ვინი, თუ გაქვთ თვალი და ყური, მარტო იმათ ლაპარაკით შეიძლება რაღაც ისეც, რასაც ვერ გასწავლის ინსტიტუტი.